ზოგიერთი დამნაშავე საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ არსებობენ ისინიც, რომლებიც განსაკუთრებულად სულელები არიან. როგორც ჩანს, მეორე კატეგორიას ძალიან ბევრი ადამიანი მიეკუთვნება. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ამ ფაქტის უამრავი ფოტო და ვიდეო მტკიცებულება არსებობს. ამ ეპიზოდში ყველაზე სულელ დამნაშავეებს გაჩვენებთ. 2023 წლის ოქტომბერში პოლონელმა დამნაშავემ საოჭრო ცენტრში დამალვა და ძვირფასეულობის მოპარვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომლები სახლში წავიდოდნენ. გეგმა ლოგიკურად ჟღერდა, მაგრამ საწყობში ან მაგიდის ქვეშ დამალვის ნაცვლად ძარცველი მაღაზიის ვიტრინასთან დადგა და თავი მანეკენად მოაჩვენა. წარმოუდგენელია, მაგრამ მისმა გეგმამ იმუშავა და დაცვის თანამშრომლებმა საოჭრო ცენტრი ისე დაკეტეს, რომ მათ ცოცხალი მანეკენის შესახებ ეჭვიც კი არ გასჩენიათ. ამის შემდეგ ძარცველმა ძვირფასეულობის მოპარვა სცადა, მაგრამ ის ღამის დარაჯმა შენობის პატრულირების დროს შენიშნა. დამნაშავე მარიცოდა, რომ მაღაზიებს ღამეც იცავენ, ამიტომაც ის მალევე დააპატიმრეს. იდეალური დანაშაული იდეალურ გარდერობს მოითხოვს. ამიტომაც დამნაშავეები ხშირად ატარებენ ბალაკლავებსა და ნიღბებს, რათა მათი ამოცნობა ვერ მოხერხდეს, მაგრამ შემდეგმა მძარცველმა უფრო კრეატიული მეთოდის გამოყენება გადაწყვიტა. ერთი ისაა, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ვიდეოზე ჩანს მომენტი, თუ როგორ ძარცვავს მამაკაცი მაიამიში მდებარე მობილურების მაღაზიას თავზე ყუთს ამოცმული, მაგრამ მის ყუთს თვალებისთვის განკუთვნილი ნახრეტები არ ჰქონია. ქურდს მაღაზიის ბრმად გაძარცვა არ შეეძლო, ამიტომაც მან ერთ მომენტში ყუთი მაღლა ასწია. ასე მან 19 iPhone და $800 მოიპარა, მაგრამ ამ მოქმედებით პოლიციელებმა მასში ერთ-ერთი ცნობილი მძარცველი, კლოდ ვინსენტ გრიფინ უმცროსი ამოიცნეს. ამიტომაც ის მალევე დააპატიმრეს. დამნაშავემ უყავს ყუთი მეტალის ხელბორკილებით შეცვალა, მაგრამ კლოდი საკუთარი სახის დამალვას მაინც ცდილობდა, რასაც ვერ ვიტყვით შემდეგ დამნაშავეებზე. ამ შეუმდგარმა მძარცველებმა კარის წინ დადებული ამანათი მოიპარეს. ერთ-ერთმა გენიოსმა ქურდობის მომენტის საკუთარი სხეულით დაფარვა სცადა, მაგრამ ის გამხდარი იყო და ამიტომაც კამერაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ახალგაზრდების სახე ჩანს, მათი დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს, ვიდეო ინტერნეტში ათასობით ადამიანმა ნახა. ასე რომ დიდი ალბათობით ეს ამბავი მათმა მშობლებმაც გაიგეს. ეს ვირუსულად გავრცელებული ვიდეო ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ ინტერნეტს კიდევ მრავალი სულელური შემთხვევა ახსოვს. წელს გადაღებულ ვიდეოზე კარგად ჩანს მომენტი, თუ როგორ ხსნის დამნაშავე გახსნილი ავტოფარეხის ფანჯარას. უნდა ვთქვათ ისიც, რომ დამნაშავისთვის ყველაზე რთული ეტაპი შენობაში შეუმჩნევლად შეღწევაა. შემდეგი დამნაშავეები სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. წელს ორმა მძარცველმა ჰიუსტონში მდებარე პიცერიაში შეაღწია. შენობაში შესვლის შემდეგ ისინი იატაკზე დაწვდნენ და მასზე გაგორდნენ. ალბათ ქურდებს ეგონათ, რომ ასე კამერები მათ დაფიქსირებას ვერ შეძლებდა. შესაძლოა მათ თავი იმ ფილმის გმირები ეგონათ, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ლაზერებს თავს არიდებენ, მაგრამ მათ ვერ შეამჩნიეს, რომ რესტორნის ერთ-ერთი კამერა პირდაპირ მათ უყურებდა. მეპატრონეების თქმით, როდესაც დამნაშავეები ფეხზე წამოდგნენ, მათ რესტორნის ერთ-ერთ ოთახში სეიფი აღმოაჩინეს, მაგრამ ქურდებმა სეიფის გახსნა ვერ შეძლეს და 15 წუთის შემდეგ ისინი შენობიდან ნადავლის გარეშე გავიდნენ. სამწუხაროდ პოლიციამ მათი ამოცნობა ვერ შეძლო, მაგრამ ვიდეო საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა და ის ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. ამიტომაც დამნაშავეებმა ყველაზე უსიამოვნო სასჯელი ინტერნეტში დაცინვა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დამნაშავეების დაკავება ვერ შეძლეს, როგორც წესი, სულელ კანონდამრღვევებს ხშირად იჭერენ, როგორც მაგალითად შემდეგ შემთხვევაში.
ჩეხეთში მცხოვრებ ამ ქურდს პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ერთ დღეს ის პრაღაში ერთ-ერთმა პოლიციელმა შენიშნა. როდესაც პოლიციელი დამნაშავის დაპატიმრებას შეეცადა, ქურდი მეტროში ჩავიდა და პოლიციელს თითქმის ხელიდან დაუსხლტა. მაგრამ დამნაშავემ ის ესკალატორი აირჩია, რომელიც ქვემოთ მოძრაობდა. სანამ ის მოძრავ კიბეებთან გამკლავებას ცდილობდა, პოლიციელი მას უბრალოდ ელოდებოდა. ალბათ დამნაშავისთვის ეს წუთები ყველაზე კოშმარული მომენტი იყო მის ცხოვრებაში. საბოლოოდ მას ძალა გამოეცალა და გაჩერდა. რის შემდეგაც ესკალატორმა ის პირდაპირ პოლიციელთან მიიყვანა. დამნაშავე დააპატიმრეს და 3 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ალბათ ახლა მას ვარჯიშისთვის უფრო მეტი დრო ექნება. ჩეხმა მძარცველმა ფეხით გაქცევა ვერ შეძლო, მაგრამ ალბათ მას უფრო გაუმართლებდა იმ შემთხვევაში, თუ ის გაქცევისთვის ავტომობილს გამოიყენებდა. ან იქნებ ასე არა. 2022 წელს მადრიდის მოქალაქემ ავტომობილი მოიპარა და პოლიციისგან მიმალვა სადგურში სცადა ისე, როგორც ეს იტალიურ ძარცვაში მოხდა, მაგრამ ამჯერად მანქანა მინი კუპერის ნაცვლად მძიმე სედანი იყო, ამიტომაც ის შუა გზაზე გაიჭედა. ამის შემდეგ ქურდმა ფეხით გაქცევა სცადა, მაგრამ კიბის მოაჯირი ავტომობილის კარს ბლოკავდა. მალევე პოლიციელებიც მოვიდნენ, მაგრამ ეს ერთადერთი დამნაშავე არაა, რომელსაც ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. That's done. You're done. You're done. Cops is coming. Cops is coming. Yeah, he does. You need to get the wheels on the ground. The police are coming. Just forget it. I'm very sorry. ამ მძარცველმა კანადის ერთ-ერთ ქალაქში ამანათის მოპარვა სცადა, მაგრამ ის მეპატრონემ ქურდობის მომენტში გამოიჭირა. დამნაშავე Toyota-ს მარკის ავტომობილით მიმალვას შეეცადა, მაგრამ ის შემთხვევით თოვლის საფარზე ავიდა. რაც არ უნდა იყოს, ძარცვის დროს მას ავტომობილში საწვავი მაინც ესხა. აი 2011 წელს კი, როდესაც როუზ დევლინმა და დენისიგანმა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში $480 ღირებულების ალკოჰოლი მოიპარეს, მათ მანქანაში საწვავის ჩასხმა დაავიწყდათ. გაქცევის მომენტში დამნაშავეებმა აღმოაჩინეს, რომ ავტომობილის საწვავის ავზიც არიელი იყო. მოპარული ალკოჰოლის დატოვების ნაცვლად მათ ყველაზე ნელი გაქცევა განახორციელეს და ავტომობილი ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მიაგორეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ გაქცევა მაინც შეძლეს, მაგრამ ქურდები ბენზინგასამართ სადგურზე არსებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციელებმა დამნაშავეები ამოიცნეს და ისინი მალევე დააპატიმრეს. ამ შემთხვევაში დამნაშავემ ველოსიპედის უცნაურ ადგილას მოპარვა გადაწყვიტა. $2019 წელს გადაღებულ ამ ვიდეოზე დაფიქსირებულია მომენტი, თუ როგორც ცდილობდა ორეგონელი დამნაშავე ადამ ვალე ველოსიპედის მოპარვას გლადსტოუნის პოლიციის შენობის ეზოდან. პოლიციელების თქმით, ისინი დამნაშავეს კამერებში ხედავდნენ, ასე რომ მათ მოიცადეს სანამ ბიჭი დანაშაულს ჩაიდენდა. ამის შემდეგ გარეთ გავიდნენ და ის დააპატიმრეს. ადამი დანაშაულის ჩადენიდან 1 წუთზე ნაკლებ დროში დაიჭირეს, მაგრამ მომენტალური შედეგი მხოლოდ მისთვის არ დამდგარა. $2015 წელს კალიფორნიაში ქურდებმა კენი ჯენსონის სახლის სპარმაღიდან ამანათის მოპარვა სცადეს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მათგანი ყუთით ხელში გარბოდა, კენი მას დაედევნა. ქურდმა ამანათი დააგდო, მაგრამ კენი ამან არ შეაჩერა. მან ავტომობილის ფანჯარაში ხელი შეყო და სალონიდან მგზავრის ჩანთა ამოიღო. ქურდებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს, მაგრამ ჩანთაში კენმა პასპორტი იპოვა, ასე რომ როდესაც მან პოლიციას გამოუძახა, მათ დამნაშავეები მარტივად იპოვეს და ისინი იმავე დღეს დააპატიმრეს.
მოდით ახლა ველოსიპედებისა და ამანათის ქურდებიდან უფრო სერიოზულ დანაშაულზე გადავიდეთ. ფილმებში ბანკებს ჭკვიანი და კარგად მომზადებული დამნაშავეები ძარცვავენ, მაგრამ შემდეგი ქურდი გვაჩვენებს, რომ რეალურად ძარცველები სრულიად განსხვავებულნი არიან. ეს სულელი დამნაშავე ბანკში შეიჭრა და მოლარეს მისთვის ფულის მიცემა მოსთხოვა, მაგრამ მოლარემ ამ დროს ღილაკის დახმარებით სპეციალური დამცავი კედელი ამოქმედა. ამის შემდეგ დამნაშავე გაქცევას შეეცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას კარის გაღება არ შეეძლო. ძარცველმა იფიქრა, რომ შენობის კარი ჩაკეტილი იყო, ამიტომაც ის ბედს შეეგუა. ამის შემდეგ კი ეს მოხდა. რეალურად კარი ჩაკეტილი არ ყოფილა. სინამდვილეში დამნაშავე კარს პირიქით აღებდა. მოდით ახლა იმ დამნაშავეებზე ვისაუბროთ, რომლებიც პოლიციელებს საქმის გახსნაში თავადვე დაეხმარნენ. 1999 წელს ინგლისელმა მძარცველმა ლი ჰოსკინმა საკუთარი შეყვარებულისთვის სპაიმანის მოწყობა გადაწყვიტა. კინოში წასვლის ნაცვლად მათ ავტომობილის გატეხვა გადაწყვიტეს. მანქანაში მათ კამერა იპოვეს და რამდენიმე ფოტოც კი გადაიღეს. ამის შემდეგ წყვილმა ავტომობილით გასეირნება სცადა, მაგრამ ისინი კედელს შეეჯახნენ. გაქცევის დროს მათ კამერის არსებობა დაავიწყდათ. მალევე პოლიციამ კამერაზე გადაღებული ფოტოები აღმოაჩინა. დამნაშავეების ადგილსამყოფელს მიაგნო და ისინი დააპატიმრა. სელფის გადაღება დანაშაულის დროს წარმოუდგენელი სისულელეა, მაგრამ დღეისათვის კამერები ყველგანაა. ამიტომაც დამნაშავეებმა ხშირად არ იციან, რომ მათი მოქმედება იწერება. Give him a heavy tail. Heavy tail. Heavy tail. Yo, wait. Ain't no way she's Move that movie. Move. ენდრიუ ჰოუსი ქუჩის პიანისტია, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალაქ ატენსში ცხოვრობს. 2023 წლის სექტემბერში მისი მორიგი გამოსვლა ცუდად დასრულდა იმ ქალის გამო, რომელმაც მისი სინთეზატორი დააზიანა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად მუსიკოსის ფულიც კი მოიპარა. როდესაც ენდრიუმ ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა, მან მილიონობით ნახვა მოიპოვა, რის შემდეგაც მაყურებლებმა ქალი ამოიცნეს. ის ტომანე შაჰერდი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის გამო იყო ნასამართლები. დამნაშავე ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, ამიტომაც ქალმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. მიუხედავად ამისა, ენდრიუ მას სასამართლოში უჩივლა. მან ვიდეო ქურდობის ფაქტის მტკიცებულებად გამოიყენა. ქალმა ამ დანაშაულისთვის გაკიცხვა დაიმსახურა, მაგრამ მსგავსი საქციელის გამო პოპულარული მხოლოდ ის არ გამხდარა. 2017 წელს ერთმა ადამიანმა ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს პირდაპირ ეთერში გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სტრიმი საკმაოდ უცნაურად განვითარდა. დანაშაულის მომსწრე ათასობით ადამიანი გახდა, მაგრამ პოლიციამ ქურდის დაკავება და ტელეფონის მებატრონისთვის დაბრუნება ვერ შეძლო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ისტორიას კარგი დასასრული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ძარცვის ვიდეო 200,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, ამ ბიჭის პირველი სტრიმი წარმოუდგენლად პოპულარული აღმოჩნდა. 2017 წელს სამი მძარცველი ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთი დონატების მაღაზიაში შეიჭრა. მათ მომხმარებლებს ტელეფონები წაართვეს და სალაროდან ფული აიღეს, მაგრამ უკანასკნელ წუთას, როგორც ჩანს, ერთ-ერთ მძარცველს ბოდიშის მოხდა სურდა. ამიტომაც მან დონატები მომხმარებლებს უფასოდ დაურიგა. ხანდახან დამნაშავეები საკმაოდ უცნაურ ნივთებსაც იპარავენ. ერთი შეხედვით ჩანს, რომ დამნაშავე ავტოფარეხში შეღწევას ცდილობს, მაგრამ მას შემდეგ რაც კარი იღება, ის მასთან ერთად გარბის. კარის მოპარვა ერთია, მაგრამ შემდეგმა ქურდმა კიდევ უფრო ნაკლებად ძვირფასი ნივთი მოიპარა. თითქოს იუტაში მდებარე ერთ-ერთი სახლის პარმაღიდან ამანათების მოპარვა განსაკუთრებულ შემთხვევას არ ჰგავს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სახლი ელიოტ მორისს ეკუთვნის, პატიმრებისთვის განკუთვნილი წიგნის კლუბის ხელმძღვანელს. ამანათებში კი ის ძველი წიგნები ეწყო, რომელიც ადამიანებმა ორგანიზაციას შესწირეს. გამოდის, რომ ქურდმა შემთხვევით სხვა დამნაშავეები გაქურდა.
შემდეგი დამნაშავე ნამდვილად ზარმაცი ადამიანია, რადგანაც მან დანაშაული ისე ჩაიდინა, რომ ის სახლიდანაც კი არ გასულა. ვინმეს გადარცვა ისედაც სულელური გადაწყვეტილება, მაგრამ 2022 წელს გოგონამ დაინახა თუ როგორ გაძარცვა ის იმ მეზობელმა, რომელიც გვერდით ბინაში წინა დღით დასახლდა. ვიდეოს დადების შემდეგ გოგონამ განმარტა, რომ ბინა ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს იქ ცხოვრების უფლებას აძლევდა მანამ, სანამ ისინი კომპანიაზე მუშაობდნენ. ამ ადამიანისთვის ეს სამსახურის პირველი და უკანასკნელი დღე იყო, რადგანაც როდესაც კომპანიამ მისი ვიდეო ნახა, ის მომენტალურად დაითხოვეს. ამანათში კი გოგონას შვილისთვის საჩუქრად ნაყიდი სათამაშო ზვიგენი. დანაშაულის ჩადენა იმ ბინაში ცხოვრების დროს, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ეკუთვნის სულელური გადაწყვეტილება, რადგანაც თვითმხილველებმა შესაძლოა პირდაპირ კომპანიაში დარეკონ, მაგრამ შემდეგმა დამნაშავემ გამომძიებლებს საქმე უფრო გაუმარტივა, რადგანაც მან კანონი სამუშაო ფორმაში ჩაცმულმა დაარღვია. – 2022 წელს TikToker-მა სახელად ვიტალიმ Amazon-დან ახალი ნოუთბუქი გამოიწერა, მაგრამ როდესაც ის ამანათის ასაღებად ქუჩაში გავიდა, მან აღმოაჩინა, რომ ნივთი არსად იყო. ვიტალიმ კარზე მიმაგრებული კამერის შემოწმება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ კურიერმა შეკვეთა ნამდვილად მიიტანა. წესის მიხედვით მისი ფოტოც გადაიღო, მაგრამ ის უკანვე წაიღო. როდესაც ვიტალიმ ვიდეო TikTok-ში გამოაქვეყნა, Amazon-მა განაცხადა, რომ ისინი პოლიციასთან თანამშრომლობდნენ და მათთან ერთად კურიერის იდენტიფიცირებას ცდილობდნენ. ფორმის გამო დამნაშავე მარტივად ამოიცნეს, მაგრამ ზოგიერთი მძარცველი სახის დასაფარად ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს. – 2018 წელს გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ გამჭრიახმა ქურდმა, რომელსაც ტირანოზაურის გასაბერი ფორმა ეცვა, სან-დიეგოში ამანათი მოიპარა. უცნაური ძარცვა ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის დადგმული იყო. სინამდვილეში სახლის პატრონი აარონ ბრაუნია. მან აღიარა, რომ ეს სცენა მისი დადგმული იყო და ტირანოზაურის ფორმაში სწორედ ის იყო გამოწყობილი.